ეს არის დღის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანაოსთან ერთად 21 წუთი გახლავთ რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობა სტუდიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დეპუტატს ბატონ ლადო ბაჟაძეს მასპინძლობ გამარჯობა. გამარჯობა მივესალმებით თქვენს მენელს და მაყურებელს მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის ბატონ ლადო. ალბათ ჩვენი დიალოგი შიდა პოლიტიკურ პროცესებზე უნდა დავიწყოთ პრემიერის ვიზიტზე. მან აღნიშნა რომ აშხაბადში მას ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა თურქმენეთის პრეზიდენტთან და აშხაბადამდე მას ვიზიტი ჰქონდა უზბეკეთში, ანუ თურქმენეთი უზბეკეთი და ჩვენ დილის საათებში ყავდა აქ სტუმარი, რომელიც საუბრობდა რეგიონის ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც გეოეკონომიკა შეიძლება დაეფუძნოს და საბჭოთა კავშირის ამ ქვეყნებს, რომლებიც კასპიის ზღვის იქით-სივრცეში არიან, მათ ჩვენთვის და ჩვენ მათთვის უკვე სხვა ღირებულება გაგვაჩნია, მით უმეტეს ეს სატრანზიტო შესაძლებლობა, რომელიც ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების საშუალებასაც იძლევა. თუმცა ეს ეკონომიკური პარტნიორობა არ გამოვა პოლიტიკურის გარეშე. აი ამ ხრივ არსებულ რეალობას თუ შეაფასებთ და შემდეგ იმ პოლიტიკურ მოცემულობაზე ვისაუბროთ, რომელშიც დღეს ვართ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტები, თქვენ მოგეხსენებათ ჩვენი მთავარი ფუნქცია, სწორედ სატრანზიტო ფუნქცია, დავაკავშიროთ აღმოსავლეთი და დასავლეთი, ასევე ჩრდილოეთი და სამხრეთი და რა თქმა უნდა, რაც მეტი სახელმწიფო იქნება დაინტერესებული ჩვენს ქვეყანაში საკუთარი პროდუქციის გატარებით, მით უფრო მეტი შემოსავლები იქნება ჩვენს ქვეყანაზე, რაც ყველაზე მთავარია ეს გაზდის თავად უსაფრთხოების ხარისხი ჩვენი ქვეყნისთვის, თქვენ იცით რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ მოწესრიგდა და ამ წელს არის ისეთ გზები, იგივე რკინიგზის მოდერნიზაცია სწორედ ამ პროცესებს უკავშირდებოდა, რომ უფრო მოკლე დროში, უფრო მეტი ტვირთი შეძლოს გადაძიდოს საქართველოს რკინიგზამ და ყველაზე მთავარი ანაკლიის პორტი, რომელიც იცით რომ ფაქტობრივად უკვე დაწყებულია მშენებლობა, აქაც ჩვენო პარტნიორმა სახელმწიფოებმა, აზიის სახელმწიფოებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათთვის ძალიან სანდო პარტნიორი ვართ, სტაბილური პარტნიორი ვართ და რა თქმა უნდა ეს შეხვედრები თან ასეთ მაღალ დონეზე, როცა პრემიერი შეხვდა პრეზიდენტსაც, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესთან, იყო სხვა წევრებთან ერთად და ბევრი მიმართულებით განახლდა და გადახალისდა, ასე ვთქვათ, ჩვენი ურთიერთობები დაიდო ახალი ხელშეკრულება ბევრი მიმართულებით, ეს იმას მიანიშნებს, რომ პერსპექტივაში ჩვენ გვექნება საშუალება ჩვენო ქვეყანამ დამატებითი ტვირთები მოიზიდოს, ეს ნიშნავს დამატებით შემოსავლებს საქართველოს ბიუჯეტში, დამატებით დასაქმებულ ადამიანებს და მთავარი, როგორც გითხარით, ეკონომიკური ფუნქციის გეოეკონომიკა, რა ტერმინს თქვენ ახლაც ახსენეთ, ეს ამ ეკონომიკური სიკეთის გარდა მოაქვს უსაფრთხოება, იმიტომ რომ ბევრი ქვეყანა უნდა იყოს უსაფრთხოებით, მშვიდობით და სტაბილურობით დაინტერესებული ჩვენი ქვეყანისთვის, ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა ეს არის მთავარი მიმართულება და რა თქმა უნდა მომავალშიც ეს გაგრძელდება ისევე როგორც ჩვენ მთავარი ფუნქცია გვაქვს იგივე ევროკავშირის და ჩინეთის მიმოსვლის ტვირთების გატარების, აქაც იცით თქვენ იგივე საბორნე გადაზიდვები, შავი ზღვის მაქსიმალურად გამოყენება, ეს ყველაფერი არის მიმართული იმისაკენ, რომ ჩვენ შევძლოთ და კიდევ უფრო მეტად განვითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. თუმცა თუ ახლა რადიო მსმენელიც იფიქრებს, რომ რატო აზიის ქვეყნები და ასე შემდეგ, ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროკავშირთან, ეს არის მთავარი ხიბლი, მათ შორის ჩვენი აზიელი პარტნიორებისთვის, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან და ძალიან მომგებიანია ამ თვალსაზრისით ჩვენ ქვეყანასთან თანამშრომლობა და ესეც იცით თქვენ ერთ-ერთი მიმართულებაა და მთავარი თქვენ იცით რომ მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ დღეს უკვე პრეზიდენტთანაც იყო შეხვედრა 13-მა ელჩმა გადასაწყვეტებათა სიგელები, მათ შორის ევროპული სახელმწიფოები, იგივე ბელგია, ლუქსემბურგი, კვიპროსი და რა თქმა უნდა აქაც ჩვენ არასოდეს გქონია აღიარების პრობლემა თუ ერთგვარი ლეგიტიმაციის თუ ასე შემდეგ, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა, თუმცა ალბათ ნათელია რომ მივიდნენ მიხეილ ყაველაშვილთან წუნების გადასაცემა და არა სალომე ზურაბიშვილთან. ხო, აქაც ახლა შეიძლება ხუმრობითაც შევაფასოთ ეს საკითხი, მაგრამ ფაქტია რომ სახელმწიფო აგრძელებს როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი, მთავრობა, პარლამენტი მუშაობას და მთავარს ვაგრძელებთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ბოლო 3 წელი არაერთი სანქცია, საყვედური უსამართლო რეზოლუცია, განცხადება, ზოგადად ჩვენდამი დამოკიდებულება, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების და
სხვა ქვეყნების თუ სხვა პოლიტიკურ ლიდერებშიც ერთადერთი რამის გამო რომ ჩვენ ახლაც დღესაც ყველაფერს ვაკეთებთ რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ღმერთმა ქნას რომ იცით თქვენ ალბათ იქით და კვირაში იქნება კიდევ ერთი შეხვედრა ამერიკის და უკრაინის დელეგაციების და საბოლოო ჯამში ღმერთმა ქნას მალე დამცრულდეს ომი უკრაინაში რა თქმა უნდა უკრაინის ინტერესების სრული გათვალისწინებით და როგორც კი ეს საკითხი დასრულდება უკვე სერიოზულად შემცირდება ის წნეხი რომელიც მოდიოდა ჩვენს ქვეყანაზე თქვენ იცით რომ ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა სრულად 180 გრადუსით შეცვალა დამოკიდებულება და მსოფლიოს მიმართ საგარეო პოლიტიკის მათ შორის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც არ გულისხმობ მხოლოდ USAID-ის და NED-ის დაფინანსების შეწყვეტას ზოგადად ის ღირებულებები რომლებიც ჩვენ გვაკავშირებს ერთმანეთთან და ყველა ის საკითხი მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანი ასე შემდეგ იცით რომ ფაქტობრივად ერთიერთზე დაემთხვა და ყველა ის კანონმდებლობა რომელიც ჩვენ მივიღეთ ახლა იცით თქვენ რომ თავად ამერიკა ცდილობს იგივე ოჯახური ღირებულებების, იგივე გენდერის გაუქმების საკითხი, მათ შორის იგივე დარეგულირდეს კანონმდებლობა შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით ამერიკაც აპირებს ასე თქვა დაკრძალოს ნიების გამოყენება ასეთი აქციების დროს, რომ არ ქონდეთ სავარაუდო დამნაშავეებს განცდა, რომ ვერ მოხდება მათი იდენტიფიცირება და შესაბამისად ვერ მოხდება მათი პასუხისმგებლობა ის საკითხის დაყენება და მთავარი ახლა ბევრს საუბრობ ჩვენ არა მხოლოდ თქვენი კოლეგის არამედ სხვა ადამიანების საქმეებზე სასამართლო პროცესები რომლებიც იმართება რომელიც უკავშირდება სწორედ აი ამ აქციების დროს პოლიციელებზე ზეწოლას, მოლოტოვის, კოქტეილების, ქვის სროლას, პიროტექნიკის გამოყენებას აქაც ნახეთ თქვენ რომ ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა რომ პოლიციის ყრილობაზე იქნება სიკვდილის დასჯა შემოღებული და კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება ზოგადად ეს მიდგომა, იმიტომ რომ პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, არის ძალიან მძიმე, ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან სახიფათო პროფესია და რა თქმა უნდა ეს განცდა პოლიციელებს უნდა ქონდეს ამერიკაშიც, საქართველოშიც, ევროპაშიც. გავიხსენოთ იგივე პიროტექნიკას, როგორც ხერპლი მოყვა გერმანიაში და იქაც გერმანიამ საკუთარი კანონმდებლობა წავიმართულებით განადგურეს, ასე რომ ჩვენ ვაგრძელებთ იმ გზას, რა გზასაც მანამდე ვედექით და ჩვენ არ გადაგვიხვევი ამ გზიდან, თუმცა ახლა უკვე ამერიკა დაუბრუნდა ასე თქვა დამღირებულებებს და ევროკავშირით, თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც უკვე ნელ-ნელა დაუბრუნდებიან მართლა იმ ევროპულ ღირებულებებს, რაც პირველ რიგში ქრისტიანული ღირებულებებია და რისთვისაც ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ არა მხოლოდ ახლა, არამედ ჯერ კიდევ ლამის 18 საუკუნის წინ, როცა ქრისტიანობა მივიღეთ და მთელი ჩვენი ცივილიზაცია, მთელი ჩვენი წარსული ყოველთვის იყო დაკავშირებული ევროპასთან, ასე არის ახლაც და ასე იქნება მომავალში. თქვენ ნახეთ მათ შორის სხვადასხვა კვლევები, რომლებიც გამოქვეყნდა და ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენ ყველაზე წინა ვართ კანდიდატ სახელმწიფოების შორის ბევრი მიმართულებით, იგივე Heritage Foundation-ის გუშინდელი კვლევას რო შევეხმიანოთ, უსწრებთ ყველა კანდიდატ სახელმწიფოს, უსწრებთ უკვე წევრ ნატოს და ევროკავშირის 16 სახელმწიფოს კეთილსინდისიერებით ინდექსით ასევე 13 სახელმწიფოს უსწრებთ ამ თვალსაზრისით, იგივე კორუფციის საქმის ნაწილში, სახელმწიფო მმართველობის ნაწილში, ბევრ სხვა საკითხებში და ეს ის გზა არის, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაროთ, ეს ის გზა არის, რომელიც ქართულ ხალხმა აირჩია და დაგვავალა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო და ახლა შეგვიძლიათ თქვათ, რომ ჩვენ ერთის მხრივ ვიცით პარლამენტმა ავიღეთ ვალდებულება, რომ 90%-მდე შევასრულოთ ასოცირების ხელშეკრულებით და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, პარალელურად აღმასრულებელი ხელისუფლება სექტორალურად აგრძელებს რეფორმების და დირექტივების შესრულებას, რომელიც გვაქვს ევროკავშირისგან, იგივე იცით თქვენ სახმელეთო ტრანსპორტთან მიმართებაში სრულად იცვლება მიდგომები, თქვენი მეორე პროფესიიდან გამომდინარე ტურიზმიდან იცით ეს რამხელა მნიშვნელობა უსაფრთხოების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ესეც არის ევროკავშირის მოთხოვნა, ევროკავშირის დირექტივა და დიახ რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაკეთებთ, გავაგრძელებთ და როგორც გითხარით თუ ვინმე იქნება მზად და თუ ვინმე იმსახურებს ევროკავშირის წევრობას 2030 წელს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად რა თქმა უნდა პირველ რიგში ვიქნებით ჩვენ საქართველოს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. რეპლიკის სახით აღნიშნავ რომ იგივე სატრანსპორტო ჩვენი ვალდებულებები ევროპასთან და ცვლილებები ასევე მნიშვნელოვანია იგივე სატრანზიტო თემატიკისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით რაზეც ისაუბრეთ იმისთვის რომ მაქსიმალურად სინქრონიზებული და ადაპტირებული იყოს და ტვირთების გადაზიდვა ფორმალური ბარიერებით არ შეფერხდეს და ამასაც განსაკუთრებული ღირებულება აქვს. თქვენ ახლა მიმოიხილეთ ის სურათი რომელშიც ჩვენ ვართ და ახსენეთ სასამართლო პროცესებიც, ხო? და ამავდროულად იგივე მათი მხარდამჭერების გამოსვლაც გრძელდება და ჩვენ ვხედავთ რომ არჩევნებზეც ისაუბრეთ და ვხედავთ რომ
ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არჩევნების შემდეგ მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ დაეცვათ ხმები და გაყალბებულად აღიარებდნენ ისინი ამ არჩევნებს, ახლა მოვისმინეთ, რომ არაპირებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ნუ ალბათ ლოგიკა მათი ის არის, რომ თუ ამ არჩევნებს არ ვაღიარებ არც იმას არ დაუჭერ მხარს ან იქაც არ მივიღებ მონაწილეობას, არ ვიცი, მაგრამ ამასობაში პროკურატურაში გრძელდება არჩევნების გაყალბებასთან თუ არჩევნებთან დაკავშირებული რეალური სურათის დადგენაზე მუშაობა და დღეს ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, სადაც იგი გამოეხმაურა იმას, რომ ორგანიზაცია ისტვედი თავს იკავებს, რომ პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია, ხო და ბატონმა პაპუაშვილმა თავისი შეფასება მიისცა და აღნიშნა, რომ ისტვედი საარჩევნო თაღლითობაში გამოცდილი ორგანიზაცია და მისი დაფინანსება ხმარდება სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არჩევნების შედეგების შევრუნებას, ასე ვთქვათ. ერთის მხრივ გვაქვს ეს მოცემულობა და მეორეს მხრივ თქვენაც ახსენეთ დღეს ბატონ ყაველაშვილთან პრეზიდენტის სასახლეში 13 ელჩი მიდის დარწმუნებათა სიგელი გადასცეს და ამ 13-დან 3 არის ევროპული ქვეყანა. მაშინაც ისინი ამ ყველაფერს თავს არიდებდნენ და მთავარი ვიდრე ის სურათი, რაც მათ დამკვეთებს როგორც ჩანს კონდათ მათთვის დავალებული, რომ პარლამენტში მხოლოდ ქართული ოცნება ყოფილიყო პირველ სხდომაზე პარლამენტის გახსნის და არ ყოფილიყო ოპოზიციის დავალება, როგორც კი შესულდა, მერე ბჭყალებში აღიარეს, ასე ვთქვათ, საკუთარი შეცდომა, თუმცა ეს არ იყო შეცდომა, მე დიდი ხანია, ასე ვთქვათ, საარჩევნო საკითხებზე მუშაობდა, კარგად ვიცი, სპეციალურად შემოღებული იქნა ისეთი მოდელი, 1000-ზე მეტი ადამიანი დაატრენინგეს, წარმოიდგინეთ, რომ ის რიცხვები მოეცათ, მათ შორის ბათილი ბიულეტენები ჩათვლით, რომელიც რა თქმა უნდა განსხვავებულ სურათს დადებდა და სამართლებრივად ვერც მიედავები, იმიტომ რომ ამბობს, რომ მე აი ამ მეთოდოლოგიით დავაკვირდი, მე ამ მეთოდოლოგიით დავატრენინგე ჩემი დამკვირვებლები და რა ვქნა განსხვავებული სურათი დაიდო, იმიტომ რომ ეს წინასწარ იყო ასე დაგეგმილი და ნაცვლად იმისა, რომ იგივე დონორს მისთვის პასუხი მოითხოვა, რომ მე რაღაცა დაგაფინანსე, იმისაც რომ პაროლ დათვლა გაგეკეთებინა და შელამის რევოლუცია გამოიწვია, ასე ვთქვათ, ქვეყანაში პირიქით გაუორმაგა და გაუსამაგა USAID-მა დაფინანსება უკვე მათ შორის 2024 წლის არჩევნებისთვის, თუმცა USAID-ის და NED-ის ამბავი უკვე კარგად იციან ჩვენო მოქალაქეებმა, ორივე პროექტი ფაქტობრივად შეჩერებულია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში სწორედ იმის გამო, რაზეც ჩვენ საუბრობდით, გაუმჭირვალობა, სავარაუდო კორუფციული რისკები, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ამ ყველაფერს ახლა უკვე აღიარეს პრეზიდენტი ტრამპიც, ილონ მასკიც და იცით ეს პროცესები როგორ ვითარდება. იგივე ეხება სხვა შორის ევროპულ ფონდებსაც, სადაც ასევე დღემდე არის გამჭვირვალობის პრობლემა და შიდა საქმეებში ჩარევა, ეს ეხება ევროპულ ფონდებსაც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფონდებსაც, რომელსაც ასევე აქვთ ჩვენს სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან მიმდინარე ასევე გაუმჭვირვალე პროექტები, ახლა კიდე დამატებით 2 წლიან პროექტი არის საუბარი, თუმცა თქვენ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, უახლოეს კვირებში მივიღებთ ამერიკულ ფარას ანალოგს 1.1-ზე, რომელიც იცით თქვენ რომ ინიცირებული იყო სწორედ როგორც ორიგინალური თარგმანი და პირველივე სხდომაზე ჩვენ იურიდიულ კომიტეტზეც და მე უკვე პლენარულ სხდომაზე ჩავასწორეთ და მოვიყვანეთ ქართულ კანონმდებლობასთან და ქართულ კონსტიტუციასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩარჩენილი იყო ის ტერმინები და ინსტიტუტები, რომელიც ბუნებრივი ამერიკული იყო და არა ქართული და ეს ყველაფერი მოვარგეთ და რა თქმა უნდა, ფარა მერე უკვე უზრუნველყოს ნებისმიერი უცხოური დაფინანსების, ნებისმიერი უცხოური ძალის გავლენის ცდელობა ჩვენს ქვეყანაზე, შეეხება მედიასაც, სამოქალაქო სექტორსაც, ფიზიკურ პირებსაც, იურიდიულ პირებსაც და აქაც გვინდა რომ მაქსიმალურად ჩვენი ქვეყანა დავიცვათ გარე ჩარევებისგან. რატომ? იმიტომ რომ იგივე ისვედის თემა რო ვახსენოთ უკვე 2020 წლთან მიმართებაში, რამდენი თვე გავიდა არჩევნების დასრულებიდან და დღემდე არ აქვეყნებენ პაროლ დათვლის შედეგებს. რატომ? იმიტომ რომ ერთი ხმის დონეზე ემთხვევა ეს შედეგები ერთმანეთს და ის რაც 2020-ში გააკეთეს, ახლა ვეღარ გააკეთეს 2022-ში სამაგიეროდ მალავენ, იმიტომ რომ უკვე დამატებითი ინფორმაციის წყარო იქნება დაზუსტებული, რომ აგერ ეს კომრაც გამოაქვეყნა, იგივე გამოაქვეყნა აგერ სამართლიანმა არჩევნებმა. გახსოვთ თქვენ მანამდე თქვენს რომ სათავარ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის ახლა რაღაცა ვადა მოითხოვეს, ალბათ საგამოძიებო კომისიასაც მოუწევს ამ საკითხებზე მუშაობა და იცით რომ იგივე პროკურატურაში საქმე სწორედ ოპოზიციის მოთხოვნით აღიძრა და ყველა ვინც ეთერებში აკეთებდა რაღაცა ზედაპირულ განცხადებებს, როგორც კი საქმე მტკიცებულებების წარდგენაზე, ეს არ ეხება მხოლოდ პროკურატურას, იგივე ჩვენ დასავლეთ პარტნიორებს ვერანაირი მტკიცებულებები ვერ წარადგენს, ამიტომ
ცოტა გასაკვირია რა საპროტესტებენ ეს ადამიანები მესმის რომ ეს ადამიანები არიან ვინც ოპოზიციას მხარს უჭერდნენ ვისაც ალბათ ქონდა მოლოდინი რომ ოპოზიციაში ხელისუფლებაში დაბრუნებოდა ოპოზიციამ დააბრალა ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციასო თითქოს არჩევნები გაყავდა და არ შედიან თუმცა ამ არჩევნების შედეგებს აღიარებს მთელი მსოფლიო დაწყებული ეუთო და გაგრძელებული გაეროთ იცით თქვენ რომ გაერო გენერალური მდივნის მილოცვები მიიღო პრეზიდენტმაც პრემიერმაც პარლამენტის თავმჯდომარემაც იგივე ევროპის საბჭო ეუთო საპარლამენტო ასამბლეაზე იყო ნატო საპარლამენტო ასამბლეასთან ასევე გაგრძელდება თანამშრომლობა ასე რომ ეს დასრულებული ამბავია, თუმცა თუ საუბრობთ იმაზე, რა განცხადებაც გაკეთა 22 ნოემბერს, აქაც ყველაფერი ნათელია და კიდევ მეორე თუ ვინმე არის მზად დღეს და მით უმეტეს უკვე 2030 წელს იმისაც რომ გახდეს ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნები და სწორედ ჩვენ ვართ, თუ მზად არის ევროკავშირი ნებისმიერ დროს გაგვიხსნას მოლაპარაკებების ეტაპი, რომ უკვე სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენ ურთიერთობა, ჩვენ მზად ვართ და უკვე მიღებული კანონმდებლობა, უკვე გატარებული რეფორმები ამის სრულ საფუძველს იძლევა და ეს ახლა ჯერი ევროკავშირზეა და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს როგორც გითხარით, რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, გამოძიების დასრულებას, მაგრამ ვის გათავისუფლებასაც ითხოვენ ეს ადამიანები და ვის გათავისუფლებაზეც არის საუბარი და ვისაც პოლიტპატიმრებს ეძახიან, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ხილებული არიან უძიმეს დანაშაულებში. ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად სახელმწიფო უწყებებზე, კერძო ქონების, სახელმწიფო ქონების, პოლიციელებზე ძალადობის და თქვენ იცით რომ 150-მდე პოლიციელი დაშავდა ამ აქციების დროს, მათ შორის პიროტექნიკით, ქვებით და გახსოვთ თქვენ რომ ეს ადამიანები როგორ ახალისებდნენ ამ ყველაფერს ხო იგივე შეწყალება ლაზარე გრიგორიადისის თავის დროზე სამოქალაქო სექტორში პოპულარიზაციის გაწევა რაღაცა მოლოტოვის კოქტეილების როლის და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ეს ძალადობა აქციების დროს უნდა დასრულდეს. თქვენ იცით რომ 100 დღეზე მეტი არის და თვითონ მიითვლიან რამდენი დღეა აქციები გრძელდება, რამდენი ხანიც უნდა იმდენი ხანი გააგრძელონ, თავარია დარჩენ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში ჩვენ მოვაწესრიგეთ კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით და დავაწიეთ ევროპულ სტანდარტებს, მათ შორის იგივე ნიღბის არ გამოყენება, იმიტომ რომ ადამიანებს უჩნდებათ განცდა რომ შეიძლება მათ იდენტიფიცირება ვერ მოხდეს, ამიტომ თუ სავარაუდო დანაშაულს ჩაიდენენ მათ მერე ვეღარ მიაგნებს პოლიცია და პროკურატურა, დარჩებიან დაუსჯელები, პიროტექნიკა და ჩვენ როცა ამაზე საუბრობდით და იგივე ვენეციის კომისიაში რაღაცა თითქოს საყვედურები მოვისვენთ 5 ადამიანი შეიწირა პიროტექნიკის გამოყენება მიცი თქვენ გერმანიაში ხო და ეს საკითხები მაქსიმალურად ჩვენ დავაწიეთ ევროპულ სტანდარტებს ასე რომ ნება მათია თუმცა კიდევ მეორე არჩევნების საკითხზე გასასაჩივრებელი არაფერია ევროკავშირთან მიმართებაში გასაპროტესტებელი არაფერია ამიტომ ეს უკვე მათი ამოცანაა როდის რას იზამენ თუმცა რაც შეეხება არჩევნებს თქვენ იცით რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რატო ვამბობ წინასწარ თარიღს იმიტომ რომ ეს უკვე გაწერილია კანონმდებლობაში და შესაბამისად ახლა კალენდრიდან გამომდინარე ასე ემთხვევა და 4-ში იქნება სწორედ არჩევნები რასაც მაშინაც მე ვფიქრობ რომ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს იმიტომ რომ ანუ საარჩევნო პალიტრაში პარტიებს შორის თქვენი აზრით ოპოზიციაც დარჩება მე მგონია რომ დარჩება იმიტომ რომ თქვენ იცით რომ თავად გამოაცხადეს რომ 4 ბარიერ გადალახული პარტია ანუ ტერმინსაც რატო ვიყენებ რასაც თავადვე ახსენებენ ანუ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს აღიარებენ რომ მხოლოდ მათ გადალახეს 5%-იანი ბარიერი და ვერ გადალახა დაუშვათ იგივე გირჩმა არა რომელიმე სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ის ასევე არჩევნებში მონაწილეობას იღებდა რაღაცა კოორდინაციაზეა საუბარი და რა თქმა უნდა გონივრული იქნება მათი მხრიდან თუ არ უნდა თუ საბოლოოდ გამარგინალიზაცია განიცადონ რა იგივე არ გააკეთონ რა საკუთარ ამორჩეველს გაუკეთეს თვითმმართველობა საპარლამენტო არჩევნებზე როცა ხალხს თავი აარჩევინეს და პარლამენტში არც კი შემოვიდნენ და გახსოვთ თქვენ რამოდენიმე თვე ამორჩეველი მათ სარიელ ადგილებს უყურებდა თავად მოითხოვეს და დაწერეს განცხადებები უფლებამოსილების შეცვლაზე და განსხვავებით 20 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენების როცა ისინი ვაჭრობდნენ პოლიტიკურად შარლ-მიშელის ეგრეთ წოდებული დოკუმენტის შექმნა რაღაცა სხვა საკითხები ახლა ეს სქემა არ გამოვიდა მათთვის მოითხოვეს მიიღეს დაკმაყოფილდნენ და ყველა მათგანი უკვე აღარ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ერთ-ერთი გახარიას პარტიას აქვს მანდატები შენარჩუნებული და მათ შორის არც სია არ აქვს ჩახსნილი ამიტომ თუ პოლიტიკაში ხარ და არჩევნებში მონაწილეობას არ იღებ ეს ორი წარმოუდგენელი რამე არის წარმოიდგინე იყო სპორტსმენი ვარჯიშობდე და ამბობდნენ რომ მე არც შეჯიბში მონაწილეობას არ ვიღებ ხო აბა რას ვარჯიშობ რატო სიკლო რა გინდა იმიტომ ვარჯიშობ და იმიტომ შრობობ რომ შეჯიბზე გახვიდე შედეგია ჩვენო გაუმჯობესო ხო იგივეა პოლიტიკაში ხო ყველა არჩევნები არის რესურსი და საშუალება იმისა რომ შენ
გაიხანგძლივო შენი ძალაუფლება, შეძლო და მოიპოვო კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება, მათ შორის იგივე ოპოზიციის მხრიდან, ხო, წარმოიდგინეთ თქვენ 99 მანდატი ავიღეთ ჩვენ ქართულ მოოცნებამ და ორი პოლიტიკური ჯგუფი გამოგვეყო ჩვენ და ჩამოყალიბდა საპარლამენტო ოპოზიციამ თვალსაზრისით და უმცირესობას უდავარქვეთ 61 მანდატი, რომელიც ასევე დანარჩენმა 4 პოლიტიკურმა ძალამ მიიღო. ამაზე დიდი მანდატი ხა საზოგადოებისგან მათ რა უნდა ქონოდათ? ხო აგირჩიეს, ხარი დაგიჭირეს, ბარიერი გადალახე და პარლამენტში არ შემოდიხარ, იმიტომ რომ რადგან წააგე, რადგან ამდენი ფული გარე დაფინანსება თუ შიდა დაფინანსება ისე დახარჯე, რომ შედეგი ვერ დადე, ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა და ჩარევა გარედან გახსოვთ თქვენ განცხადებები, საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლები და მიტინგებზე დადგომა, საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელების ევროპარლამენტის არაერთი სრულად უსამართლო და სამარცხვინო შეიძლება უწოდოთ კიდეც რეზოლუციები იმისათვის, რომ ოპოზიციისთვის მხარდაჭერა გამოეხატათ, სანქციების დაწესება სხვადასხვა თანამდებობის პირებზე. ამას ხო ერთ-ერთი ამოცანა ქონდა, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინათ ქართული ოცნება, რომ იქნება ოპოზიცია შეძლებოდა და მოეგო ეს არჩევნები. თუმცა რა ვქნათ, ასეთია ქართული ხალხის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა პატივი უნდა სცეს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც და დაველოდოთ 4 ოქტომბრის არჩევნებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები ასევე იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი ხალხო თვითმმართველობის განვითარებისთვის, იმიტომ რომ თვითმმართველობის მიმართულებისას ჩვენ არამხოლოდ გულისხმობა პარტიულ პროგრამას, ან სამთავრობო პროგრამას, ზოგადად კიდევ უფრო ბევრი რამ გაკეთდება თვითმმართველობის გაძლიერებისთვის, დაფინანსების მიმართულებით, უფლებამოსილების, ქონებრივი საკითხები და კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ეს მიმართულება, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი არჩევნებია და თუ ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ოპოზიცია, კიდევ ერთხელ გვექნება ჩვენც და მათაც იმის საშუალება, რომ შევთავაზოთ ჩვენი თავი, ჩვენი მერობის კანდიდატები, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები, ჩვენი პოლიტიკური პროგრამები ამორჩეულს და ამის მაღმატებულმა ქართულ ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გადაწყვიტოს თვითმმართველობის ნაწილში ამჯერად ვის ექნება ძალაუფლება და ვის ექნება ხელისუფლება, ვინ იქნებიან მერები უმრავლესობის საკრებულოებში და კიდევ ერთხელ გამოჩნდება 4 ოქტომბერს ვის რა რესურსი და ძალა ქონდა ამ არჩევნებზე და რა შედეგები დაიდო 26 ოქტომბერს. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ოპოზიციამ შეიძლება არ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა, იქნება ის, რომ არ უნდათ დარწმუნდეს კიდევ ერთხელ საზოგადოება, რომ 26 ოქტომბერს არაფერი გაყალბებულა, იმიტომ რომ იგივე 2020 წლის არჩევნების მერე გახსოვთ თქვენი 53%-იანი ბარიერის საკითხი, რომელიც ჩალმიშელის დოკუმენტში ჩაიდო და 2021-ში ჩვენ ფაქტობრივად პროცენტულადაც და ხმების რაოდენობრივად ზუსტად იგივე შედეგები დავდებით, რაც იყო 2020 წელს და მით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არც 2020 წელს არაფერი არ გაყალბებულა. იგივე მოხდება ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ამიტომ ერთადერთი შეიძლება იყოს ეს მიზეზი მათი მონაწილეობის არ მიღების. თუ არა და სხვა მიზეზი რეალურად ამისი არ არსებობს, მაგრამ დაველოდოთ, ნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ალბათ მაისში, ივნისში უკვე სურათი გამოიკვეთება, იმიტომ რომ იცით თქვენ, რომ 4 ოქტომბერს არის არჩევნები, 60 დღით ადრე პრეზიდენტი და პრემიერის სტრატეგიებით პრეზიდენტი ყაველაშვილი დანიშნავს არჩევნების თარიღს, ოფიციალურად დაიწყება არჩევნო კამპანია. როგორც გითხარით, ყველას ჩვენს და ყველა ოპოზიციურ პარტიას ექნება საშუალება კიდევ ერთხელ შესთავაზოს საკუთარი თავი ჩვენ სამორჩეულს. გასაგებია. მადლობა დიდი სტუმრობისთვის, ამაშობაში ჩვენი საეთერო დროც ამოიწურა. 14 საათი 45 წუთი გახლავთ რადიო იმედის სტუდიაში, მასპინძლობდით საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ბატონ ლადო ბოჟაძეს, მასთან ჩვენი დიალოგი რადიო იმედის Facebook გვერდზე აიტვირთება. ნახვამდის. ნახვამდის, მადლობა.